ორშაბათს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა შეერთებული შტატების პრეზიდენტს დონალდ ტრამპს წერილით მიმართა, რომელშიც გამოხატა მზადყოფნა მაქსიმალურად შეუწყოს ხელი საქართველოს მთავრობის ძალისხმევას, სუფთა ფურცლიდან განაახლოს აღდგეს სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის. მან ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ ამერიკის დღევანდელი ადმინისტრაციის მხრიდან საქართველოს არ ექცევა სათანადო ყურადღება მიუხედავად ჩვენს მთავრობებს შორის ღირებულებითი თანხმედრისა, წერს მიხეილ ყაველაშვილი. იდენტური მსოფლმხედველობის მიუხედავად, რამდენად გასაკვირიც არ უნდა იყოს, საქართველოს მიმართ სამწუხაროდ თქვენი ადმინისტრაციის ნაცვლად კვლავაც აქტიურობს Deep State. ვიტოვებ იმედს, რომ საქართველოს მიმართ თქვენი ადმინისტრაციის დამოკიდებულება შეიცვლება. მნიშვნელოვანია ქართველი ხალხის აღქმაში ამერიკის შეერთებული შტატები და არა Deep State-თან, არამედ ამერიკის ძლიერ პრეზიდენტთან იყოს გაიგივებული. ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის წერილში. მაქსიმალურად ცდილობდა თავის დღევანდელ გამოსვლაში ხაზი გაესვა გაერთიანების, ურთიერთპატივისცემის და ქვეყნის, არა მხოლოდ ადამიანების გაერთიანების, არამედ ქვეყნის გაერთიანების მთავარ საკითხებს. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით 31 აგვისტოს ევროკომისიას მიეწოდა ანგარიში საქართველოს მიერ უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებული რეკომენდაციების შესრულების თაობაზე. ხელისუფლება არასაჯაროებს თუ რა წერია ანგარიშში, თუმცა ამტკიცებს, რომ ევროკავშირის რეკომენდაციები შესრულებულია. ცნობისათვის ევროკომისიამ საქართველოს შესასრულებლად 8 რეკომენდაცია ივნისში განუსაზღვრა, შესრულების ვადად კი ამავე წლის 31 აგვისტო დაუწესა. ევროკომისიამ უკვე დაიწყო საქართველოს ხელისუფლების ანგარიშის შესწავლა. 2 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართა პროევროპულ აქციებზე დაკავებული 8 პირის დასკვნითი პროცესი. მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა, ზვია ცეცხლაძეს, ვასილ გაძელაშვილს და ვეფხია კასრაძეს 2 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა, ხოლო გიორგი გორგაძეს, ირაკლი მიმინოშვილს, ნიკოლოზ ჯავახიშვილს და თორნიკე გოშაძეს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. ბრალდებულთა ადვოკატებმა და ოჯახის წევრებმა განაცხადეს, რომ ბრძოლას გააგრძელებენ და სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ. 2 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ჯვევენ ნაჭყებიამ ნარკოდანაშაულის ბრალდებაში დამნაშავედ ცნოდა 8 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა აქციებზე დაპატიმრებულ რუსეთის მოქალაქე ანტონ ჩეჩინს. 3 სექტემბერს გაიმართა საპროტესტო აქციებზე დაკავებული 11 მსჯავრდებულის დასკვნითი პროცესი, მათ შორის მსახიობი ანდრე ჭიჭინაძე, იუმორისტი ონისე ცხადაძე, ნიკა კაცია და სხაბა სხვითარიძე არიან. ნიკა კაცია, რომელსაც ნარკოდანაშაული ედებოდა ბრალად, მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა უდანაშაულოდ ცნოდა გაათავისუფლა პატიმრობიდან. 2 სექტემბერს გაიხსნა პარლამენტის საშემოდგომო სესია. პირველსავე პლენარულ სხდომაზე თეატრულუკიანი წარსდგა დროებითი საგამოძიებო კომისიის ანგარიშით. 500 გვერდიანი დასკვნა უკიდურესად უარყოფით და მძიმე შეფასებას უკეთებს როგორც ნაციონალურ მოძრაობას და მის ლიდერებს, ასევე რიგი ოპოზიციური პარტიებისა და პოლიტიკოსების საქმიანობას. კომისიამ დაადგინა, რომ 2004-2012 წლებში ნაციონალური მოძრაობის მიერ ქვეყანაში დამკვიდრებული არაჯანსაღი მართვის მოდელი კორუმპირებული იყო. ადგილი ჰქონდა კანონგარეშე პროცესებს. საგამოძიებო კომისიის დასკვნის საფუძველზე პარლამენტმა 85 ხმით მიიღო დადგენილება დროებითი საგამოძიებო კომისიის საქმიანობის შედეგების შესახებ, რომელიც ფრაქცია ქართული ოცნების ახალმა თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ წარადგინა. დასკვნის საფუძველზე მომზადდება მყარი და საფუძვლიანი სარჩელი, რომელიც გაიგზავნება საკონსტიტუციო სასამართლოში. კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის მრავალჯერადი მცდელობა, რომლის ძირითად შემსრულებლად დესტრუქციული ოპოზიცია და უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციები გვევლინებოდნენ. ამის გამო 2012 წლიდან დღემდე საქართველოს არ მისცემია არც ერთი პოლიტიკურად მშვიდი წელიწადი.
ოპოზიციამ წულუკიანის კომისიის დასკვნა შეაფასა, როგორც საქართველოს უახლოესი პერიოდის ისტორიის რუსეთის სასარგებლოდ გადაწერა. თუმცა ამა თუ იმ მოვლენაზე პირუთვნელ და მართალ შეფასებას მხოლოდ დრო და ისტორია აკეთებს, საბოლოო სიტყვაც მათ ეკუთვნით. საქართველო გამართლდა ჰააგაში, ჰააგას სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში, ისე როგორც ევროპის ადამიანის უფლებათა სტრასბურგის სასამართლოში და ეს გამამართლებელი განაჩენი ვერ აიტანა ვლადიმერ პუტინმა და სწორედ ვლადიმერ პუტინის დავალებით შეიქმნა ღალატის კომისია, რომელსაც ხელმძღვანელობდა მეორე თაობის საბჭოთა ჯალათი თეა წულუკიანი. საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე სუსის უფროსად დაამტკიცეს ქართული ოცნების საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე. მან ჩაანაცვლა ანრი ოხანაშვილი, რომელიც ამ თანამდებობას 5 თვის მანძილზე იკავებდა. დინარაძის ნაცვლად ფრაქცია ქართულ ოცნებას უხელმძღვანელებს ირაკლი კირცხალია. სუსის ახალი ხელმძღვანელი მისივე განცხადებით თავისი კადრებით მოდის, ასევე სუსის აკადემიის დაარსებას აპირებს. მინდა ქართული ოცნების ყველა წევრს, ყველა წარმომადგენელს დაწყებული ბატონი ბიძინა ივანიშვილიდან დამთავრებული ქართული ოცნების რიგით ჯარისკაცამდე ამ 10,000 ადამიანს ყველას მადლობა გადაუხადო ამ წლებისათვის. ჩემი დავალება გუნდის ხალხისგან იქნება მთავარი და არის ის, რომ ამ ქვეყანას შესატყვისი ამ მიზანთან და შესაბამისი უსაფრთხოების სამსახური ყავს. ჩინეთში შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტი გაიმართა, რომელიც მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 80 წლის თავს მიეძღვნა. სამიტი გამარჯვების აღლუმი დასრულდა. მიწვეულ 79 ქვეყნის წარმომადგენელთა შორის არიან რუსეთის, ინდოეთის, ბელარუსის, სომხეთის, აზერბაიჯანის, უკრაინის, გლობალური სამხრეთის ქვეყნების წარმომადგენლები. მიწვეულთა შორის არ იყო საქართველოს წარმომადგენლობა. მიუხედავად იმისა, საქართველოს და ჩინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულება გაფორმდა. მეცნიერთა კონგრესში გაკეთდა შეფასება პრეზიდენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის შეწყალების თაობაზე. მეცნიერებმა გულისტკივილით აღნიშნეს, რომ მათი გათავისუფლება ციხიდან ეს არის საკუთარი თავის წინააღმდეგ წასვლა. ანუ მათ ამით ცალსახად აღიარეს, რომ საქართველოს პრეზიდენტი არის ის, ვინც ეს ხალხი შეიწყალა. მაშინ ისმის კითხვა, რატომ თქვეს მათ უარი პარლამენტში შესვლაზე. მით უფრო, რომ მეცნიერთა კონგრესი თავშივე ხაზგასმით ამბობდა, რომ პარლამენტში უნდა შესულიყვნენ, რადგან 48% აქვს ოპოზიციას და ეს არის უნიკალური და არ შეიძლება მოსახლეობის ხმის 48%-ის უგულებელყოფა. მეორე, უფრო მნიშვნელოვანი ხაზგასმა გაკეთდა, რომ კარგი იქნებოდა, რომ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძეს დაეყენებინათ პირობა, რომ პრეზიდენტის შეწყალებას დათანხმდებოდნენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გათავისუფლებული იქნებოდა ყველა პოლიტპატიმარი. ან ზია ამაღლობელის თაობაზე მაინც ეთქვათ და ასეთი ღირსეული ნაბიჯი გადაედგათ. აშკარა, რომ პოლიტიკა იქცა ბიზნესად, მიდის აშკარა გარიგებები და ამიტომაც აღმოჩნდა რეალურად ქვეყანა ამ მდგომარეობაში. ლელოს თბილისის მერობის კანდიდატმა ირაკლი კუპრაძემ საზოგადოებას წარუდგინა მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატი სამართლის დოქტორი ლანა გალგავა. ჩვენ ბრძოლას არ შევწყვეტ, თბილისი აუცილებლად უნდა დავიბრუნოთ, განაცხადა ირაკლი კუპრაძემ. საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა 4 სექტემბერს მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე თურქეთის ნაკრებს უმასპინძლა დინამო არენაზე და დამარცხდა ანგარიშით 2-3. ოთხმოცდათერთმეტი წლის ასაკში გარდაიცვალა ლეგენდარული იტალიელი დიზაინერი ჯორჯო არმანი. მოდის აბსოლუტური ლეგენდა, უზადო სტილისა და ელეგანტურობის განსახიერება. მოდის სამყაროში უდიდესი და უნიკალური მოვლენა იყო ისეთივე ნოვატორი, როგორც ლეგენდარული კოკო შანელი. არმანი იყო არა მარტო გენიალური მოდელიერი, არამედ წარმატებული ბიზნესმენი. საკუთარი მზატანსაცმელების ბრენდი მან 50 წლის წინ 1975 წელს ჩაუშვა და უზარმაზარი მრავალ მილიარდიანი ბიზნეს იმპერიის მფლობელი გახდა.
არმანი დაჯილდოებულია საფრანგეთის საპატიო ლეგიონის ორდენით და იტალიის შრომის ორდენით.